ბლეზ პასკალი, შმედრო რასკალი, რემბო ნასკარი, ესკო პადრალი და როგორც იქნა პედრო პასკალი. მსახიობი, რომელიც დაიბადა ორი სახელით და ბოლოს აირჩია მსახიობი, რომლისთვისაც ბევრისგან განსხვავებით მხრებს ზემოთ ძალა არ არის. მსახიობი, რომელსაც ჭორების თავი არ აქვს, რადგან თავი არ აქვს. მსახიობი, რომელსაც მხუნვარე მზის ქვეშ ყვითელ მდელოზე ხორბლის კრეფისას კითხეს. პედრო, რა შრები? თავ-თავებს კრეფ? და პედრო დასევდიანდა. როჩ მარისამა? სამეფო კარის თამაშებში ობერინ მარტელის როლმა პედრო პასკალის კარიერაც საში ააფრინა იმდენად მაღლა, რომ გაჩნდა თეორია, რომ მისი ფრენა სიამდვილეში სტენლი კუბრიკმა დადგა. ამ როლში პედრო ძალიან მაგარია, განსაკუთრებით ფრთხილად, სპოილერებია. ამ როლის მერე წამოვიდა სუპერ ცნობილი როლების ცვენა. ნარკოსი, მანდალორიანი და რა თქმა უნდა Last of Us. Last of Us-ში ის იმდენად მაგარია, რომ ყველას დაავიწყდა რამხელა ჰეითი წამოვიდა მის მიმართ, როცა ცნობილი გახდა, რომ მას ჯოელი უნდა ეთამაშა. აბა ვიღაც მუჩაჩოს სიფათიანმა ჩილევმა რატო უნდა ითამაშოს ჯოელი? პედროს DC-ის კინოსამყაროშიც აქვს თავისი აგური დადებული. ის თამაშობდა DC-ის ყველაზე საოცარ ფილმში Wonder Woman 1984, ანუ ჯორჯ ორველის ჰონორეა. ახლა უკვე Marvel-ის ფილმში ითამაშებს და ლეგენდარულ ფანტასტიკურ ოთხეულს გააცოცხლებს. ანუ ის გადავიდა DC-დან Marvel-ში, ავიდა C-დან 3 მეტრში და როცა ოქროდან გააყო ნეხვი, მიხვდა წარსულში რაში ჩაყო ფეხი. ეს ყველაფერი ჟღერს ისე, თითქოს პედრო პასკალს სულ იდეალური კარიერა ჰქონდა. თითქოს ჩასახვისას მისი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში წითელი ხალიჩის გავლით შევიდა. სამეფო კარის თამაშებში ობერინ მარტელის როლი პირველი სერიოზული როლი იყო პედრო პასკალისთვის. ეს იყო 2014-ში. პედრო მაშინ იყო 39-ის და ოფიციალური მსახიობობა დაიწყო, როცა ის იყო 21-ის. უმაღლესი მათემატიკის და მსოფლიოს წამყვანი ტვინების შემწეობით ჩვენ მივიღეთ, რომ პედრო პასკალმა 18 წელი მსახიობობის შემდეგ მიაღწია წარმატებას. და მე YouTube-ზე 2 წელში მილიონობით ნახვა რო ვერ დავაგროვე, მაგაზე ვწუწუნებდი. პედრო პასკალი ეს მთელი პერიოდი იყო კლასიკური, უიღბლო, მაგრამ ნიჭიერი, უმუშევარი მსახიობი. ამ კაცმა ხო როგორც მსახიობმა ბევრი იწვალა, მაგრამ მანამდე მას არანაკლები წვალება აქვს გამოვლილი. როცა ის იყო ნებისმიერ პუტინისტზე გააზრებული და ჭკუათმყოფელი. ანუ ბავშვი. ის იყო 9 თვის, როცა მისი ოჯახი გაიქცა ჩილედან. რადგან ჩილეში აუგუსტო პინოჩეტმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და მოვიდა ხელისუფლებაში. და პედროს დედა იყო ჩილის იმდროინდელი პრეზიდენტის ძმისშვილის ბიძაშვილი. რევოლუციის დროს ამ პრეზიდენტმა თავი მოიკლა, ხელისუფლებაში მოვიდა პინოჩეტი და პედროს ოჯახი გამოცხადდნენ მტრებად. შესაბამისად მათ მოუწიათ გაქცევა. ჯერ დანიაში წავიდნენ და მერე ამერიკაში, კერძოდ სან-ანტონიოში. პედროს ბავშვობიდან უყვარდა კინო, გიждდებოდა ინდიანა ჯონსზე და იყო კლასიკური ფილმ ნერდი, როგორც მე. პედრო სან-ანტონიოში სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა სკოლაში, რომელსაც მის სიტყვების მიხედვით ცალკე შენობა არ ჰქონდა და გაკვეთილები ტარდებოდა ტრეილერებში. და შესვენებას ატარებდნენ ტიზერებში. სან-ანტონიოდან მერე რო გაიზარდა, ის გადავიდა ნიუ-იორკში და იქ გააგრძელა სწავლა სამსახიობოზე იასნი. მერე ნიუ-იორკიდან ის წავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც უამრავ კასტინგზე მიიღო მონაწილეობა, იქნება ეს სარეკლამოები, პატარა ფილმების პროდაქშენები და ესა და ეს და რა თქმა უნდა ის არსად არ მიიღეს და ამ მომენტში საქმეში ჩაერთო პლოტ ტვისტის სახელად რეალური ცხოვრება. პედრო პასკალს არ ჰქონდა პურის ფული. ამიტომ მას უწევდა ოფიციალურად მუშაობა. სხვათა შორის პირველი კასტინგი დიდ კინოში, რომელშიც პედრო პასკალმა მიიღო მონაწილეობა კასტინგში და არა ფილმში, იყო ფილმისთვის პირველყოფილი შიში, რომელშიც არაირჩიეს ის და აირჩიეს ახალგაზრდა მსახიობი ედუარდ ნორტონი, რომლისთვისაც ეს ფილმი იყო დებიუტი და ოსკარზე ნომინაციაც მოუპოვა.
უამრავი უარყოფის შემდეგ პასკალი როგორც იქნა აიყვანეს მოკლემეტრაჟიან ფილმში სათამაშოდ. ამ 18 წუთიანმა ფილმმა მცირე წარმატებასაც მიაღწია ფესტივალებზე. მერე პედრო პასკალს ერთ ეპიზოდიანი როლიც ჰქონდა სერიალში. ამ პერიოდში პედრო პასკალი ძალიან მოტყდა, იმიტომ რომ აგენტი აღარ ჰყავდა და რაც თავარია გაიგო ამბავი, რომ დედამისმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. დედის საპატივსაცემოდ გადაწყვიტა, რომ მის გვარზე გადასულიყო. აქამდე პედრო იყო პედრო ბალმასედა. ახლა უკვე გახდა ოფიციალურად პედრო პასკალი. ეს ხეტიალობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა, სანამ მას 2014-ში არ შეთავაზეს ობერინ მარტელის როლი სერიალში სამეფო კარის თამაშები და მისი როლი შანსი არაა, რომ დაგავიწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ screen time-ი ძალიან ბევრი არ აქვს და სიუჟეტისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული პერსონაჟი არ არის, მაგრამ მან მაინც მოახერხა მაყურებლების გულის მოგება და ყველას ახსოვს ეს ადამიანი მაგ სერიალიდან. მის სამსახიობო უნარები რომ შევაფასოთ, პედრო პასკალი ის იშვიათი მსახიობია, რომელსაც გამოკვეთილად ეტყობა მისი ეთნიკურობა, მაგრამ შეუძლია და რაც თავარია სთავაზობენ ითამაშოს მისი ეთნიკისთვის შეუსაბამო როლები. ამერიკელი ჯოელი იქნება თუ რიდ რიჩარდსი. ამ როლებში მარტო იმიტომ კი არ ირჩევენ, რომ ჰაიპშია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ხელობას ძალიან კარგად ფლობს და ყველა მიცის, რომ მას შეუძლია ავთენტური სახის შექმნა. ისიც საინტერესოა, რომ ჰოლივუდს ზრდასრული და soliduri კაცები უფრო მოწონს, ვიდრე ბავშვის ტრაკიანის სახით Rebel Without a Cause, Life Comes From You Not At You მსახიობები. ყველაზე პატარა ასაკში მთავარი როლისთვის ოსკარი მიიღო Adrien Brody კაცებში. თქო. ის მაშინ იყო 29-ის. დაქალებიდან 29 წლის ასაკში ოსკარები ჰქონდათ Emma Stones, Jennifer Lawrence, Brie Larson, Natalie Portman, Jodie Foster даже 2. ამით იმის თქმა მინდა, რომ სიბერე პედროს არ შეუშლის ხელს ოსკარის მიღებაში. პირიქით. ასაკი არა, მაგრამ მარველში თამაში ნამდვილად შეუშლის ხელს. თუ რამე რევოლუციური არ მოხდა. რეალურად მისი კარიერა ახლა გადის ყველაზე საინტერესო მომენტს. მან სერიალების სამყაროდან გადააბიჯა კინოსამყაროში და ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ფილმებში ითამაშა. პატარა პროდაქშენი, კინო კომიქსი, სუპერ საავტორო ვესტერნი, კომედია და ისტორიული ეპოსი. ჟანს ქვია ეგრეთ, თორე ფილმში, რომელშიც რომაელი თავადი თუფაკივით ბაზრობს, მე უფრო შეურაცხყოფელ კატეგორიზაციას მოვიფიქრებდი. მოკლედ, პედრო პასკალის კარიერა ახლა არის ყველაზე საინტერესო, რათა თვალი ადევნო. იმიტომ რომ ახლა გადის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას და ვნახოთ, როგორ ტიპად დარჩება ის კინოს ისტორიას და მიაღწევს თუ არა ჯოელის როლზე დიდ წარმატებას. ამით ეს ვიდეო მორჩა, თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, თუ ძალიან მოგეწონათ, გამოიწერეთ და კომენტარებში დაწერეთ, რომელია თქვენი საყვარელი როლი პედრო პასკალის შესრულებით. კარგად.